ღმერთმა გამარჯვება მოუშალოს ქართველებს, ქართულ მიწას და ქვეყანას საქართველოს. მიხარია რომ დღეს აქ თქვენთან ერთად ვარ. ამ სცენას მრავალი ბედნიერი ადამიანი ახსოვს. მათ შორის აქ უკვე ნათქვამი, რომელსაც კიდევ არაერთგზის გაიმეორებენ სახელებს, მორიშ შარექოვი, რობერტ დაკოფოვი, ლეილა ღამბაშიძე, სხვანი და სხვანი. ამ სცენას ახსოვს დიდი ქართველებიც, ბუმბერაზი მწერლები, ბუმბერაზი მხატვრები. ამ სცენას უცხოელი სტუმრებიც ახსოვს. მაგრამ ამ სცენას ახსოვს დღევანდელი ჩვენი იუბილეის ბატონი რეზო კოშკაძის ბავშვობა, სიყვარული, ხელოვნებაში ფეხისადგმა და შემდეგ წლების მანძილზე მისი ღვაწლი ახსოვს არა მარტო ამ სურამის კედლებს, არამედ ხაშურის, თბილისის მრავალი საკონკურსო დარბაზის კედლებს. ამ დარბაზს ყოველთვის ყავდა გამორჩეული მაყურებელი. მათ შორის დღევანდელი დღეც არ არის განსხვავებული. მინდა მოგესალმოთ, მოგეფეროთ თითოეულ თქვენთაგანს და გითხრათ, რომ თითოეული თქვენთაგანის ოჯახი მიკრო საქართველოა. თითოეულ აი ეს დარბაზი კი ამ წუთში პატარა საქართველოა. დიდი საქართველოს ერთი პატარა ნაწილია და მინდა ერთმანეთს კიდევ ერთხელ მიესალმოთ იმ ლამაზ პაემანზე, რასაც ქვია დღეს სიყვარულის პაემანი. სიყვარულის პაემანი ბატონ რეზოსთან 16 წლიანი მონატრების შემდეგ, სიყვარულის პაემანი ქართული ხელოვნებასთან, საესტრადო ხელოვნებასთან და ბოლოს და ბოლოს სიყვარულის პაემანი ერთმანეთთან. მე ვთხოვთ დიდ ბოდიშის მოხდით ერთხელ კიდევ თქვენი აპლოდისმენტები ამ სიტყვების დასტურად ბატონ რეზოს ერთმანეთს ჩამოვართოთ ხელი კიდევ ერთხელ და თუ ხმა მაღლა ვერ ეთქვით, თვალებით უთხრათ ერთმანეთს, მიყვარხართ რა ბედნიერება რომ დღეს ერთად ვართ. ღმერთმა სრულიად საქართველოს ამყოფოს ასე ერთიანად ერთად, როგორც ახლა ჩვენ ერთად შევკრიბა ბატონი რეზოს ღირსეულნალ საიუბილეო საბადო. რა შეიძლება ითქვას ჩვენი იუბილეის შესახებ? ის კარგი ქართველი კაცი, ის ნამდვილი ადამიანია, ის კარგი მეგობარია, კარგი მოქალაქეა, კარგი ქართველია ბოლოს და ბოლოს, კარგი ხელოვანია და ერუდიტი, ფუტკარივით მშრომელია. მას არაერთი თაობა აღუზრდია. ამის დასტური იქნება დღეს აქ ამ სცენაზე ერთი ნაწილის გამოსვლა, ვისაც რეზომ ამაგი დადო და გაუზარდა ნამდვილად საქართველოს. მე მინდა მივესალმოთ თითოეულ მათგანს და გითხრათ, რომ ხელოვნება რეზოსთვის არის ყუდრო თავშესაფარი. ხელოვნება არის რეზოსთვის არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი წყარო. ღმერთმა გვაანახოს ბატონი რეზო ხელოვნებასთან დაშორებული მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. ჩვენ ვიცით ვინც გაუზრდია მას, მაგრამ ის სიჭარმაგეში ახლად გავს ფეხს, მას აქვს ჯერ კიდევ დიდი ენერგია, სიცოცხლეც არ ჯერ კიდევ რო თქვი ეს მას აქვს ძალიან დიდი ენერგია, დიდი სურვილი, დიდი სიყვარული ხელოვნებისადმი, ჩვენი ახალგაზრდობისადმი და ველით რომ მან კვლავ ახალი და ახალი თაობები დააყენოს არა მარტო ამ პატარა სცენაზე, არა მარტო ხაშურის სცენაზე, არამედ საქართველოს დიდ სცენაზე და მე მახსოვს რომ მისი აღზრდილების და აი ამ სურამის კულტურის სახლში აღზრდილებით ხშირად მაშინდელი საბჭოთა კავშირის საზღვრებში იყავებდნენ პირველ ადგილს და დიდი ჯილდოები ჩამოჰქონდათ ხოლმე საზღვარგარეთიდან. ჩვენ ამისი იმედი გვაქვს ბატონ რეზო, მე მჯერე რომ თქვენ თაობებს შორის გადებული ერთ-ერთი მყარი და საიმედო ხიდი გრძანდებით. გახსნებია ლამაზი ყრმობა, გზას გასცენ, იყო არა იყო რა და წუთი სოფლის ვეება ბორბალს აბრუნებს შამი, ლოდით მიგორავს. ასე ყოფილა ბუნების წესრიგს, ასე მივყავართ ხილით, გოდებით, ჩვენ დასავლეთსაც ეკრება ხერგი, სალამს ვამბობთან ვემშვიდობებით. ჟამთა წელისგან სულ ფურცელ, აკიმზულია შენი ცხოვრება,
ისე როგორც სხვა გახსოვს მრავალი ეს ლამაზი დღეც გემახსოვრება დღეს ამ დარბაზში გვათრობს მუსიკა ნაზი ბურუსი ჩემო გასული და ისმირება შენს სიმღერაშიც ფერშეუცვლელი შენი წარსული გინდა თუ არა გიჩნდება ფიქრი ბორბა და ფიქრი ფერება გაჩნდება კითხვაც ნეყავი აწყობს თუ წარსულივით მომეფერება ფიქრი ძნელია როცა იცი რომ ლაყუჩით დროის ანკეს ზეგები და გეჩვენება რომ სიყვარული გადაგარჩენდა ახლა ეგების წინ ბილიკია ყვავილთა თოვლით აჭრილებული შემოგარენით შემოგეყრება ძეხორციელი თოვლის ფერვა ცხრების ფარებით აბა ვიდიცის სიცოცხლის ნექტარს როგორც ფუტკარი თავად აგროვებ რადგან აყვანი მუზამ გირწია ვერ გეკარება ეშმა სათობად თუმცა კვლავ ახერხებს მიმწუხრი ახლაც მუსიკის ნოტზე ის ნათებას და სულზე ძველი ტკივილის დამღეს ახალიც ბევრი მიემატება დღეს ზეიმია ყველა მოსულა შენი გულიდან გაურიყავი მძლავრად გაშალე დაღლილი ფრთები და სამზეოზე დიდ ხანს იყავი